ვინც ნიღაბს იყენებდა, ისიც ვერ დაიცვა, ანუ კარგად და რეალურად, ბოლომდე ამ გართულებებისგან ვერ დაიცვა რა. ექიმი ძმების კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილების მიერ ჩატარებული კვლევა ერთ-ერთია, რასაც BBC-ს სკანდალური გამოძიება ეყრდნობა. თვეების წინ, როცა რუსთაველის გამზირზე დარბეული მოქალაქეების ჯანმრთელობა იკვლიეს, დარწმუნდნენ, რომ მათ წინააღმდეგ ძალოვანმა უწყებამ სახიფათო ნივთიერება გამოიყენა. თუმცა მათაც დღეს შეიტყვეს, რომ ეს სავარაუდოდ ქიმიური იარაღი იყო. ციანიდის ერთ-ერთი სახეობა კამიტი. მეტი საჯაროობა უნდა მოხდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს უკვე აღარ არის ადგილობრივი პრობლემა, ეს უკვე საერთაშორისო ასპარეზზეც დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ქვეყანას. დავით ჩახუნაშვილი საგამოძიებო ფილმის ნახვის შემდეგ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სრული ინფორმაციის გასაჯაროების აუცილებლობაზე ლაპარაკობს. არის თუ არა პოლიციის მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ნივთიერება ნამდვილად კამიტის ფხვნილი, რამაც მათში სუნთქვის პრობლემები, ცხვირიდან სისხლდენა და კანის დაზიანებები გამოიწვია. ექიმა ძმებმა ეს საერთო სიმპტომები 69 დაზარალებული დემონსტრანტის მონაცემების მიხედვით შეაგროვეს. ჩვენი კვლევით დადგინდა, რომ უფრო ხშირი იყო კარდიოვასკულური პრობლემები იმ ადამიანებში, ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემები პათოლოგიური უფრო ხშირი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც აქციებზე დადიოდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში. არ ვიცოდით ზუსტად თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, უბრალოდ გვაინტერესებდა რა ნივთიერებაც იყო გამოყენებული, რა გვერდითი ეფექტები შეიძლება მას გამოეწვია და რა დაზიანებები შეიძლება, ასე ვთქვათ, ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ასე ვთქვათ მონაწილეობა მიიღეს ამ კვლევაში. იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც საკმაოდ გაურთულდა მდგომარეობაც და დაფიქსირდა პნევმონიის და პნევმონიტის შემთხვევებიც, რომელიც რამოდენკვირიანი მკურნალობის შემდეგ დაემქვემდებარა, ასე ვთქვათ, გამოჯანმრთელებას, მაგრამ მათი მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. საკითხის სერიოზულობაში ქართველ ექიმებს ის ფაქტიც არწმუნებს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ. როგორც ირკვევა, BBC-ს ინფორმაციის შეგროვებაში შეიარაღების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ლაშა შერგილაშვილი დაეხმარა, რომელიც სისტემიდან 3 წლის წინ წავიდა და მანამდე პოლიციის შეიარაღება ებარა. კადრები მახსოვს, მამაკაცი, რომელიც გამორბის ყვირისთან, რომ რაღაც არის შერეული წყალში. მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო სწორედ ის სითხე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამჟამად ემიგრაციაში მყოფი შერგელაშვილი ადასტურებს, რომ პოლიციაში 2009 წლიდან ინახება მოქალაქეებისთვის საშიში ქიმიური ნივთიერება, რომლის წყლის ჭაულში შერევა და გატესტვა პირველად სწორედ მას დაავალეს. ამიტომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაზარალებული მოქალაქეების სიმპტომებიც მისთვის ნაცნობია. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ამ ინტერვიუთი დუმილი პირველად დაარღვია. ის აცხადებს, რომ ძალოვან უწყებაში დარჩენილი მისი ყოფილი კოლეგები აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას უდასტურებენ. 34-39 ქიმიური ფხვნილი და 17-10 ქიმიური სითხე. მომზადების პროცესში მე რაც ამაქვს ნანახი, ესენი იყო 20 ლიტრიანი ჭურჭელი, ხოლო ქიმიური ფხვნილი იყო პლასმასის ליטრიანი ბანკები. ხოლო რაც ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, თავის ქალა, ჩონჩხი და ძვლები. ქიმიური სითხის ტესტირება ჩვენ ჩავატარეთ, მაშინვე მალევე, როდესაც ეს მივიღეთ, ეს გამოიწვია იმაში, რომ დაახლოებით 2-მა მაგალითად ან გული აერიათ და არ წყიეს. რა ნივთიერებებია ტრიქლორეთილენის ხსნარი და კამიტეს ფხვნილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში სავარაუდოდ ერთმანეთში გააზავეს, შემდეგ კი წყლის ჭაულის მანქანაში ჩაასხეს. ამ კითხვაზე პასუხი ფილმის ავტორებმა საერთაშორისო დონის ტოქსიკოლოგისგან მიიღეს. კრისტოფერ ჰოლსტეიჯი ყვება, რომ ათწლეულებია ომსა და დემონსტრაციებში ამ ნივთიერებების გამოყენება აკრძალულია. ის პირველი მსოფლიო ომის დროს შეიქმნა. მოგვიანებით გამოიყენებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არეულობების სამართავად. თუმცა აკრძალეს სწორედ მისი მავნე ზემოქმედების გამო. კამიტი ძალიან გამაღიზიანებელია. გრძელვადიანი ეფექტით პოტენციურად შეუძლია ფილტვებზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს. გამოიწვიოს ხველა, შექმნას პნევმონიის მაღალი რისკი. ჩემთვის საკითხავია, რატომ გადაწყვიტეს ამის გამოყენება. ნაწილობრივ გრძელვადიანი ეფექტის გამო. ის ადამიანებს დიდი ხნით იშორებს. ამის განეიტრალებას ვერ შეძლებდნენ. საავადმყოფოში უნდა წასულიყვნენ.
მართლაც კლინიკას ნოემბერ-დეკემბერში არაერთმა დემონსტრანტმა მიაკითხა და შესაძლოა არა მხოლოდ მათ, რადგან წყლის ჭავლის გაფრქვევის მომენტში ტერიტორიაზე ასობით პოლიციელიც იმყოფებოდა. ზიანმა დაზარალებულებს თავი შესაძლოა მომავალში შეახსენოს. არაერთი კითხვის მიუხედავად, უკვე 1 წელია ძალოვანი უწყება ინფორმაციას მალავს. ვარაუდიც კი, რომ ეს ნივთიერებები იყო გამოყენებული, ძალიან სახიფათოა. და ტოქსიკოლოგიური თვალსაზრისით და ხანგრძლივი ეფექტების ხრივ უკვე სახიფათოა, თუ ეს ნივთიერებები იქნა გამოყენებული. და რას ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლებელია ქონდეს გამოხატული სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, როგორც ფილტვის, ასევე გულსის ძარღვთა, ასევე კუჭნაწლავის და ფსიქიკაზე, რა თქმა უნდა, თავისი ზემოქმედება აქვს. ამიტომ ეს ვარაუდი უნდა გაქრეს. ან უნდა გაქრეს, ან უნდა დადასტურდეს. უნდა ითქვას რეალურად რა ნივთიერებები იქნა გამოყენებული. უნდა იქოს აღებული ბიოლოგიური სინჯები, რაღაცა პერიოდის შემდეგ ცოტა რთული იქნება ამის დადასტურება, თუმცა არსებობს ამის გზები თმაში, წყილში და სხვა ბიოლოგიური მასალით შეიძლება ამ ნივთიერებების მიკვლევა, არსებობს წელი ლაბორატორიული კვლევები, რომელიც ამის საშუალებას მთელი ტექნიკური პროცესია, რომელზეც კიდევ ხომ კოლეგებმა იმუშავეს გარკვეულმა ნაწილმა და გარკვეული ინფორმაცია არის, თუმცა ამას სჭირდება ბოლომდე მიყო. BBC-ს გამოძიების შედეგების გამო საქართველოს და ქართული ოცნების ხელისუფლება შესაძლოა საერთაშორისო სკანდალში აღმოჩნდნენ. თუ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება, ეს არათუ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, არამედ შესაძლოა საერთაშორისო ტრიბუნალმა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულადაც მიიჩნიოს დაზარალებულების რაოდენობიდან გამომდინარე. დოკუმენტირებული არის არაერთი ათობით შემთხვევა, მათ შორის საეჭვო და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აი ამ გამოძიების, ამ კვლევების, განცხადებების შემდეგაც კი არ ამბობს რა ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული წყლის ჭავლთან ერთად, ანუ კომბინირებულად იმისათვის, რომ მისი ეფექტი ყოფილიყო უფრო დამაზიანებელი და უფრო მძიმე მოსახლეობისთვის, ისინი იყენებდნენ ერთდროულად რამდენიმე საშუალებას. სანამ BBC-ს საგამოძიებო ფილმი სამედიცინო სფეროს სპეციალისტების, უფლებადამცველების თუ დაზარალებულების მხრიდან ახალი გამოძიებების ან კვლევების საფუძველი გახდება. მანამდე ექიმები სავარაუდოდ მოწამლული ჭავლით დარბეულ და დაზარალებულ დემონსტრანტებს რეკომენდაციას აძლევენ. პერიოდულად გეგმიური კვლევები ჩაიტარონ და ჯანმრთელობა აკონტროლონ.